ჯგუფურად წერის პროცესს ახლავს თავისი სირთულეები, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი დადებითი მხარეც აქვს. ერთი გახლავთ ის, რომ წერის პროცესი თითოეული მონაწილისთვის გაადვილებულია, რადგან ის მარტო არ არის საბოლოო ტექსტს წესით ჯგუფის თითოეული წევრი და ყველა ერთად ამუშავებს და იქნება ასე ვთქვათ კოლექტიური პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს მონაწილეების ერთობლივი ცოდნის პროდუქტს. და ეს არ არის მხოლოდ შინაარსობრივი მხარე, რომელზეც ისინი ერთობლივად მსჯელობენ, არამედ ენობრივი მხარეც ერთობლივად იქმნება. ამიტომ შედარებით სუსტი შემსწავლელი უფრო მოტივირებული არის და ის სწავლობს მუშაობის პროცესში შედარებით ძლიერი მოსწავლისგან. ჯგუფური მუშაობის დროს მონაწილეებს უწევთ არგუმენტების წამოყენება, კონტრარგუმენტების მოყვანა, დისკუსია, ასე რომ ეს პროცესი ეხმარება სოციალური კომპეტენციის განვითარებასაც. გარდა იმისა, რომ უპირველეს წერის უნარ-ჩვევის განვითარებას ემსახურება. ერთობლივად მუშაობა ტექსტზე კი თვითონ ტექსტის წერის პროცესს ხდის უფრო საინტერესოს და სახალისოს. ხოლო მრავალეთნიკურ ჯგუფებში, სადაც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან, კიდევ უფრო საინტერესო სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა სხვადასხვა ხედვის შემსწავლელები ეცნობიან ერთმანეთის მსოფლმხედველობას, ერთმანეთის თვალთახედვას და უფრო ტოლერანტურები ხდებიან ერთმანეთის მიმართაც. და ასევე, რა თქმა უნდა, მიზნობრივი ქვეყნის კულტურის მიმართ. იმისთვის, რომ უფრო ნათლად წარმოიდგინოთ თუ როგორია კოლექტიური ტექსტის შექმნის პროცესი, მოვიყვანოთ ნიმუშს, ერთ მაგალითს, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული დაკეცილ ქაღალდზე დაწერილი ისტორია, ამბავი. სამუშაო ფურცელზე მოცემული არის 7 შეკითხვა. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ვინ, რა ქნა, ვის შეხვდა, რა უთხრა, რა უპასუხა, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ამბიდან. შეკითხვებს გვერდით აქვს დატოვებული ცარიელი ადგილი, იმისთვის რომ პასუხი დაწეროს მოსწავლემ. თითოეული მოსწავლე წერს საკუთარ პასუხს თავისი შეხედულებისამებრ შეკითხვის გასწვრივ და გადაკეცავს ფურცელს ისე, რომ მეორე მოსწავლემ, რომელსაც ის ამ ფურცელს ამ აძლევს, ვერ დაინახოს რა დაწერა პირველმა. მეორე მოსწავლე პასუხობს მეორე შეკითხვას, გადაკეცავს ფურცელს კიდევ ერთხელ და აძლევს შემდეგ მესამე მოსწავლეს, რომელმაც ასევე არ იცის რა დაწერა პირველმა და მეორე მოსწავლემ და წერს მესამე შეკითხვაზე პასუხს თავისი შეხედულებისამებრ. ჯგუფში შეიძლება იყოს 3 კაცი, ან თუნდაც 2 წყვილებშიც შეიძლება ამის განხორციელება, მაგრამ მაქსიმუმ 7. და საბოლოოდ როცა გაშლიან ტექსტს წაიკითხავენ უცნაურ ისტორიას, რომელიც ამ 7 სხვადასხვა მოსწავლის მიერ ჩაწერილი პასუხისგან უნდა შეიქმნას. ჯგუფი ერთობლივად მუშაობს იმაზე, რომ ეს პასუხები ერთმანეთთან დააკავშიროს ლოგიკურად და ენობრივადაც და ამგვარად შექმნილ ტექსტს ისინი წარმოადგენენ კლასში. და ეს გახლავთ ტექსტი, რომელიც მათ თავდაპირველად ბრმად დაწერეს, მაგრამ შემდეგ უკვე კოლექტურად დაამუშავეს და წარმოადგენს როგორც ჯგუფის საერთო პროდუქტი. მოყვანილი მაგალითიდან უფრო ნათლად შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რა დადებითი მხარეები აქვს კოლექტიურ ტექსტს. ერთი ის არის ის, რომ სუსტ მოსწავლეს ბარიერი აღარ აქვს. ის შეცდომები, რომელიც თქვათ, რომელიმე მოსწავლემ დაუშვა, ის მაინც კოლექტიურად, ჯგუფურად სწორდება, ასე რომ იმ მომენტში, როცა ტექსტის პრეზენტაცია ხდება,
თუ რაღაც შეცდომები დარჩა, შეცდომები არ აღიქვება ინდივიდუალურ შეცდომებად, ანუ ისინი ანონიმურ ხასიათს იძენს ეს შეცდომები და კოლექტიურ შეცდომებად განიხილება. რაც საკმაოდ კომფორტულ გარემოს უქმნის როგორც სუსტ, ასევე ძლიერ მოსწავლეს, ან ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ ვიღაცამ უკეთესად იცის ენა, ვიღაცამ ნაკლები, ვიღაცა უფრო მეტ შეცდომას უშევს, ვიღაცა უფრო ნაკლებს. ინტერესი ასეთი ტექსტის მიმართ საკმაოდ დიდია, შესაბამისად წერის პროცესშიც პროცესში мотиваციაც დიდია, რადგან მოსწავლეებმა არ იციან თუ საბოლოოდ რა ტექსტი გამოუვათ. ასეთი ტექსტი როგორც წესი უცნაური და სასაცილოა ხოლმე, ზუსტად იმის გამო, რომ თითოეული მონაწილის მიერ უბრალოდ იწერება. კარგი არის და უადვილებს შემსწავლელს საქმეს ის, რომ დავალება საკმაოდ მართული არის, საკმაოდ დიდი დოზით მართული, იმიტომ მოცემულია შეკითხვები. და მან მხოლოდ და მხოლოდ უნდა უპასუხოს შეკითხვას, რაც რის გამოც ტექსტი უკვე წინასწარ სტრუქტურირებულია. ასეთი სტრუქტურისთვის თვალის და გონების მიჩვევა კი საშუალებას აძლევს შემსწავლელს სტრუქტურირებულად წეროს უკვე სხვა სიტუაციაშიც, მაშინაც როცა მას წინასწარ არ აქვს მოცემული სტრუქტურა ამგვარი შეკითხვების სახით. და კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ იმ მომენტში, როცა ჯგუფი ამზადებს ტექსტს კლასში წარსადგენად, ისინი ერთმანეთს უსწორებენ შეცდომას, ანუ კოოპერატიულად სწავლას, თანამშრომლობას სწავლობენ და ჯგუფური მუშაობის შედეგად წარმოდგენილი ტექსტი, როგორც თქვით, აღარ არის ინდივიდუალური ხასიათის ტექსტი და არც შეცდომები არის ინდივიდუალური. წარმოგიდგენთ კოლექტიური ტექსტის სხვა ნიმუშსაც, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პროექტის თქვენი კვლევის ემპირიულ ნაწილში, ანუ მიზნობრივ გამოსცადოთ მიზნობრივ ჯგუფთან და შემდეგ გაანალიზოთ. კოლექტიური ტექსტს შეიძლება ჰქონდეს კოლექტიური დიალოგის სახე, კერძოდ თითოეული მოსწავლე წერს თავის შეკითხვას მოცემული ყალიბის მიხედვით, მაგალითად მოცემული ყალიბი შეიძლება იყოს შეგიძლია მათხოვო და შემდეგ მან უნდა მოიფიქროს რა, ვთქვათ, შენი საშლელი, შენი პორშე, ან სხვა რაიმე უცნაური ან სასაცილო საგანი, ეს წინაპირობა უნდა ჩაიდოს ამგვარ დიალოგში, იმისთვის რომ მუშაობა საინტერესო გახდეს. შემდეგ ის ამ ფურცელს შეკითხვით აძლევს თავის მეწყვილეს, მეწყვილე წერს თავის პასუხს, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, საჭიროების ამბავ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ ათხოვებს თავის პორშეს ან თავის საშლელს მეწყვილეს და უბრუნებს ფურცელს უკან შეკითხვის დამსვას, რომელიც ასევე წერილობით გამოხატავს თავის რეაქციას მეწყვილის პასუხზე. აქ შეიძლება დაიბადოს კითხვა, რომ დიალოგის წერითი ფორმით წარმართვა არა ავთენტური სიტუაცია. ნამდვილად ასეა, დიალოგი მართლაც არ არის წერითი ფორმის თვის დამახასიათებელი ფორმა ურთიერთობისა, დიალოგი ზეპირმეტყველების სფეროს განეკუთვნება, მაგრამ ჩვენ თავადაც და გაკვეთილზე ხშირად გვინახავს ალბათ, რომ მოსწავლეები როლში ან ფურცელზე უწერენ ერთმანეთს რაღაც შეკითხვას, იმიტომ რომ არ უნდათ ან უფლება არ აქვთ ხმამაღლა ელაპარაკონ რაღაც განსხვავებულ თემაზე. სწორედ ეს ფორმატის, აი ამ ფორმატის გაშარჟება შეიძლება ამ დავალების დროს. ანუ თუ ამ კონტექსტს გავითვალისწინებ სიტუაციისას, მაშინ ასეთი წერითი დიალოგის სიტუაციაც ავთენტური გახლავთ. კოლექტიური წერის დავალებები ნაკლებად არის გავრცელებული
დღესდღეობით ქართულის როგორც უცხოური ენის ან როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, ამიტომ საინტერესო არის თქვენთვისაც ამ ექსპერიმენტის ჩატარება და განხორციელება ცალკეულ მიზნობრივ ჯგუფებთან, რისთვისაც გთავაზობთ კითხვას თუ აირჩევთ რა თქმა უნდა ამ თემას. რომ შეიმუშაოთ კოლექტიური წერისთვის დავალებები, მოიფიქროთ რა სახის უნდა იყოს კოლექტიური წერის დავალება, აუცილებლად გაითვალისწინოთ რა მიზანს დაისახავდით ასეთი დავალების შემუშავებისას. ხოლო ამ დავალების მიზნობრივ ჯგუფთან შესრულების შემდეგ გაანალიზოთ თუ რა შედეგი მოყვა ამას, უარყოფითი თუ დადებითი, რატომ იყო შედეგი უარყოფითი, თუ ასეთი იყო და დადებითი თუ იყო, მაშინ რატომ აფასებთ შედეგს დადებითად. შემდეგი პუნქტი, რომელიც განსათვალისწინებელი არის კოლექტიური დავალების შესრულებისას, არის ის თუ როგორ შეაფასებთ მონაწილეებს ამ დავალების შესრულებისთვის ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად. და ბოლოს ევალუაცია თუ რას შეცვლიდით თქვენ მიერ შემუშავებულ კოლექტიური წერის დავალებაში, მას მერე რაც ექსპერიმენტს ჩაატარებთ, ანუ მიღებული გამოცდილების შედეგად. განსაკუთრებით თუ მიიჩნევთ, რომ კოლექტიური წერის თქვენ მიერ ჩატარებული დავალება უარყოფითი შედეგით დასრულდა. თავისუფალი წერის შემდეგ შევეხებით წერას საკომუნიკაციო სიტუაციაში. კერძოდ ეს არის უკვე რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციისთვის გამოსადეგი ტექსტები, ეს შეიძლება იყოს წერილი ღია ბარათი, ანკეტის შევსება, ტაბულარული ბიოგრაფიის, ეგრეთ წოდებული CV-ს შედგენა. ენის შესწავლის შედარებით მაღალ საფეხურზე კი კომენტარის დაწერა, პროტოკოლების წერა, განმარტებების ანგარიშის და ასე შემდეგ. რატომ არის კარგი ამ სახის ტექსტების შეტანა გაკვეთილზე? იმიტომ რომ შემსწავლელი პირდაპირ ხედავს ტექსტის დანიშნულებას, თუ მოხვდება უცხოენოვან გარემოში, სად შეძლებს მასწავლი მასალის რეალურად გამოყენებას. ყველაზე აქტუალური შეიძლება იყოს ვთქვათ მიზნობრივი ჯგუფისთვის, რომელიც გარკვეული კარიერის გაკეთებას ცდილობს, ტაბულარული ბიოგრაფიის დაწერა ქართულ ენაზე. ნებისმიერი ამგვარი ტექსტის წერის დროს შემსწავლელმა უნდა გაითვალისწინოს თუ რა საკომუნიკაციო სიტუაციისთვის წერს ტექსტს, ვინ არის მისი მკითხველი, რა წინარე ცოდნა აქვს, რა ინფორმაცია აქვს, ინტერესთა რა სფერო აქვს, რას ელის ტექსტისგან, რა მიზნით იწერება ტექსტი, რა სტილით უნდა დაიწეროს ტექსტი, რა ლექსიკა უნდა შეერჩეს ტექსტის, რა ფორმატი, ეს იქნება ტაბულარული ბიოგრაფია, წერილის კლიშე, პროტოკოლის ფორმა. ყველა კულტურას თავისებურებები გააჩნია ამ მხრივაც. და გარკვეული ასპექტები, რა თქმა უნდა, ემთხვევა სხვა ტიპის ტექსტების წერის პროცესს, მაგრამ აქ უფრო მეტად გვაქვს სიტუაციური კონტექსტი მოცემული. ენის სახელმწიფოებში ყველაზე გავრცელებული ტექსტები, წერითი ტექსტები, ეს არის გახლავთ წერილები, წერილის წერა, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური წერილისა. ბოლო წლებში დომინირებს ელექტრონული წერილი, განსაკუთრებით საქართველოში არაოფიციალურ წერილებს პოსტით პრაქტიკულად აღარ წერთ. შესაბამისად, ენის შემსწავლების წერილის წერისასაც უპირატესობა ენიჭება უკვე ელექტრონული პოსტის ფორმატით წერილის დაწერას.
როგორ იწყება წერილის სწავლა ენის შესწავლის დაბალ საფეხურზე? პირველი ნაბიჯს გახლავთ იდენტიფიცირების ფაზა. ანუ გახსოვთ ალბათ ამაზე ვისაუბრეთ, ჯერ რეცეპტული უნარები ვითარდება და შემდეგ პროდუქტული, ანუ ჯერ რეცეპციას ვავითარებთ წერილის სწავლის დროსაც. შემსწავლელი ეჩვევა წერილის სტრუქტურას, კლიშეებს. ასეთ დავალება შეიძლება ჰქონდეს ფაზლის ფორმა, ანუ ეს იყოს წერილი ფაზლი, რომელიც დაშლილია ნაწილებად და შემსწავლელმა უნდა ააწყოს ერთი მთლიანი ტექსტი. ეს შეიძლება იყოს მისადაგების ტიპის დავალება, როცა მოცემულია წერილი და გვერდზე მოცემულია ცალკეული სტრუქტურის მანიშნებლები, როგორიც არის ეს ცნება, მისალმება, მიმართვა, შესავალი, ძირითადი ნაწილი, დამშვიდობება, ხელმოწერა, თარიღი, ადგილი, მისამართი და შემსწავლელის დავალება მიუსადაგოს ეს ცნებები წერილის კონკრეტულ ნაწილს. ამით ისახდეს წერილის სტრუქტურის გამოკვეთას. შემდეგი საფეხურს გახლავთ წერილიდან, მოცემული წერილიდან ძირითადი ინფორმაციის იდენტიფიცირება, ამოკითხვა, ანუ ეს არ გახლავთ უშუალოდ წერის დავალება, არამედ კითხვის დავალება, მაგრამ ესეც ვახსენეთ, რომ წერა და კითხვა განუყოფელია ერთმანეთისგან წერის პროცესშიც კი. და მნიშვნელოვანია ასევე ენის შესწავლის მანძილზე შემსწავლელს მიეცეს საშუალება განასხვავოს და იცოდეს თუ როგორ იწერება ფორმალური წერილი, როგორ იწერება არაფორმალური წერილი, რა სტილი, რა სხვადასხვა კლიშეები გააჩნია ამ ორს და რისგან განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან. რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან. შემოჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ საკომუნიკაციო მიზნით წერის დროს ჩვენ ვიწყებთ მართული დავალებებით, მაგალითად წერილის დაწერისთვის საჭირო მართული დავალებებით. შესაძლებელია გამოვიყენოთ ნახევრად დახურული დავალებები, როგორც არის მოცემულ სტრუქტურაში ცალკეული ფრაზების ჩამატება, აუცილებელია სტრუქტურის დანაწევრება, სტრუქტურის გამოყოფა. არეული ნაწილების თანმიმდევრულად დალაგების, ან მისადაგების დავალებები არის ძალიან კარგი წერილის და მსგავსი საკომუნიკაციო ტექსტების წერის სწავლისთვის. და შემდეგ ეტაპზე გადავდივართ ნახევრად ღია და ღია დავალებებზე, როცა მოცემული პირობის დახმარებით წერს შემსწავლელი წერილს, ან მოცემულ წერილზე გასცემს პასუხს, ან საპასუხო წერილს დაწერს. და როგორც თქვით, მან ასევე უნდა ისწავლოს განასხვავოს ერთმანეთისგან კლიშეების და სტილის მიხედვით პირადი და ოფიციალური და არაოფიციალური სტილი. ეს ეხება როგორც წერილს, ასევე ბიოგრაფიას, რომელიც შეიძლება იყოს ტაბულარული ბიოგრაფიის სახით, ოფიციალური ტექსტი და ავტობიოგრაფიის სახით, ან დუიურის ჩანაწერების სახით, ნაკლებ ოფიციალური ან არაოფიციალური ტექსტი.